ეს არის ალ-ნასლის კლდოვანი ფორმაცია, უზარმაზარი ლოდი, რომელიც შუაზე გაყოფილია და ეს ყველაფერი წარმოუდგენლად სწორი და გლუვი ხაზით არის გაკეთებული. საოცარია. ის ისე გამოიყურება თითქოს მძლავრი ლაზერით ვიღაცამ შუაზე გაჭრა, მაგრამ ალ-ნასლი უამრავი წლისაა. ეპოქა, როდესაც ლაზერები ჯერ კიდევ არ არსებობდა. როგორ შეიძლებოდა ასეთი უცნაური მოვლენა მომხდარიყო? იქნებ ეს უძველესი ინჟინერიის წარმოუდგენელი მიღწევა. ან იქნებ მარსზე წასასვლელად გზააბნეულმა უცხოპლანეტელებმა დატოვეს ის აქ. თუ გაინტერესებთ რა გახდა ალ-ნასლის კლდის ასეთი უნიკალური გაყოფის მიზეზი, მოემზადეთ, რადგან ახლა ვაპირებთ ამ უძველესი ფორმაციის საიდუმლოს გამოკვლევას და სხვა თითქოს აუხსნელი ინფორმაციების აღმოჩენას. ყველაზე გავრცელებული მოსაზრება უცხოპლანეტელები. ყოველთვის უცხოპლანეტელები და ყველა ამას იძახის. ალ-ნასლი 20 ფუტის სიმაღლისაა და 30 ფუტის სიგანის. უზარმაზარი მასით, რომელიც ორ პატარა ქვაზეა დაბალანსებული. საოცარი სანახავია, როგორ არ ვარდება ეს უზარმაზარი ლოდი, მხოლოდ ეს კითხვა უჩნდება ადამიანს. ეს ქვები ფაქტობრივად ლოდის ქვედა ნაწილია, რომელიც ქარისა და ქვიშის ეროზიის შედეგად ჩამოიშალა, ხოლო ლოდის დანარჩენი ნაწილი ზედა მხარესაა დარჩენილი. მაგრამ ეს მაინც ვერ ხსნის იმ წარმოუდგენელ სწორ ხაზს, რომლის მეშვეობითაც კლდიდან ცის პატარა ლურჯი ნაწილი ჩანს. ამ საიდუმლოს გასაგებად ზოგიერთი დამკვირვებელი ვარაუდობს, რომ ეს უცხოპლანეტელთა ჩარევის შედეგია. ისინი ფიქრობენ, რომ ოაზის თაიმაში, სადაც კლდე მდებარეობს, დაეშვა უცხოპლანეტელთა კოსმოსური ხომალდი და თავისი დიდი ლაზერით გაყო ეს კლდე, რაც ძნელად დასაჯერებელია რამდენიმე მთავარი მიზეზის გამო. მოდით წარმოვიდგინოთ, რომ უცხოპლანეტელები ნამდვილად არსებობენ. რატომ უნდა გაევლოთ მათ მილიონობით სინათლის წელიწადი მხოლოდ კლდის შუაზე გასაყოფად? მაგრამ რა მოხდება თუ ეს შემთხვევით იყო? ან იქნებ უცხოპლანეტელები უბრალოდ თამაშობდნენ ლაზერობანას? საინტერესო თეორიაა, მაგრამ სასაცილოა. ეს უფრო ფანტასტიკაა, ვიდრე ფაქტი, რადგან კლდის გლუვი გაყოფის გარდა არანაირი მტკიცებულობა არ არსებობს, რაც უცხოპლანეტელთა დედამიწაზე ჩამოსვლას ადასტურებს. მაგრამ ვინ იცის, რა ხდება სამყაროში? უძველესი ინჟინერია. ალ-ნასლის კლდოვან ზედაპირზე უამრავი პეტროგლიფია, მაგალითად ამ გრავიურაზე ჩანს ადამიანი, რომელიც ცხენს უძღვება. ამ კლდის გაყოფას კიდევ ერთი საინტერესო ახსნა გამოუძებნეს მეცნიერებმა. ქვის გრავიურა, რომელიც კაცს უჩვენებს. შესაძლოა ეს წარმოადგენდეს თამუდის უძველეს ტომს, რომელიც თითქმის 2800 წლის წინ ცხოვრობდა ამ რეგიონში. იმ უძველესი უდაბნოს მოსახლეების მიერ კლდის ზედაპირზე გრავიურის შექმნისთვის დახარჯული დრო და ენერგია იმას მიუთითებს, რომ მათთვის ეს კლდე მნიშვნელოვან რამეს წარმოადგენდა. და თუ ასეა, მაშინ შესაძლებელია, რომ კლდის იდეალური გაყოფა მათი მოღვაწეობის შედეგია. მაგრამ როგორ შეიძლებოდა მათ მიეღწიათ ამგვარი შედეგისთვის, რომელიც თითქმის ლაზერის ზუსტი ტექნოლოგიით არის შესრულებული? ლაზერები პირველად 1958 წელს გამოიგონეს და მათი შექმნა შესაძლებელი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ალბერტ აინშტაინმა მე-20 საუკუნის დასაწყისში განავითარა თეორიების სინათლის ენერგიის შესახებ. ამრიგად, შეუძლებელია, რომ თამუდის ტომს ჰქონოდა საკუთარი ლაზერები. თუმცა შესაძლოა გაყოფა გამოწვეული იყოს რაღაცით, რაც არსებობდა თამუდის ტომის ეპოქამდეც, მაგალითად წყლით. როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, შესაძლებელია, რომ თამუდის ტომმა გამოიყენა წყლის ძალა კლდის გასაყოფად. როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო? წყალი უბრალოდ კლდეს დაასველებდა. შეიძლება ესე იფიქროთ, მაგრამ სინამდვილეში წყალს აქვს ფუნდამენტური თვისება, მისი სიმკვრივე. წყალი მიედინება, მაგრამ მისი შეკუმშვა უკიდურესად რთულია. ეს თვისება წყალს საშუალებას აძლევს გამოავლინოს კლდის გამონადგურებელი ძალა. თუ წყალი ჰიდრაულიკურ სისტემაში იქნება გამოყენებული, ის შეძლებს ძლიერი რკინის ჩაქუჩებისა და საბურავების დამსხვრევას, ისე თითქოს ისინი იაფასიანი ქილები იყოს. წყალს იყენებენ სხვადასხვა ლითონის ნივთების გასაჭრელადაც კი. შესაძლოა მსგავსი ვიდეოები არაერთი შეგვხვედრიათ ინტერნეტში. ეს პროცესი ეფუძნება პასკალის კანონს, რომელიც აცხადებს, რომ როცა წნევა წყლის მსგავს სითხეზე დახურულ კონტეინერში ზეწოლით იქმნება, წნევა თანაბრად ნაწილდება მთელ სითხეში. ჰიდრაულიკური სისტემა მუშაობს შემდეგნაირად. წყლით სავსე კონტეინერს აქვს ერთ ბოლოს პატარა დგუში, მეორე ბოლოს კი დიდი. თუ დიდი დგუშის ფართობი 10-ჯერ აღემატება პატარა დგუშის ფართობს, მაშინ დიდი დგუშის ზეწოლაც 10-ჯერ გაიზრდება. ეს გაძლიერებული ძალა შემდეგ შეიძლება გამოყენებული იქნას მაგალითად ჰიდრაულიკურ გაყოფის ხელსაწყოსთან ერთად. ამ ხელსაწყოს ცენტრალური პირი ფოლადის გაყოფას იწვევს, რაც კლდესაც კი გაჭრიდა შუაზე. ამგვარად შესაძლებელია, რომ თამუდის ტომმა მსგავსი ჰიდრაულიკური გაყოფის ხელსაწყოს გამოყენება მოახერხა, მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ამის არქეოლოგიური მტკიცებულებაც არ არსებობს და
ასეთი ურთულესი ტექნოლოგიის გაკეთება იმ დროს ცოტა საეჭვოა. მიუხედავად ამისა, იქნებ ჩვენი წინაპრები ბევრად უფრო განვითარებულები იყვნენ, ვიდრე ისტორიის წიგნები გვიჩვენებს. ეს ორი წინა თეორია შესაძლოა სახალისოა, მაგრამ ჯობია მათ შესახებ გეოლოგებს არაფერი ეთქვათ, რადგან მათი ალ-ნასლის კლდის გაყოფის თეორიები კლდესავით მყარია. ზოგიერთი გეოლოგი ვარაუდობს, რომ კლდის გაყოფა გამოწვეულიყო პროცესით, რომელსაც გაყინვა დნობის ამინდის გავლენა ეწოდება. ეს ხდება მაშინ, როდესაც უდაბნოს იშვიათი წვიმა კლდის პატარა ნაპრალში ხვდება და ღამით იყინება. ყინული უდაბნოში უცნაურად ჟღერს. გონიათ უდაბნოში ყინულის არსებობა შეუძლებელია? თუმცა არაბეთის უდაბნო დღისით ძალიან ცხელია, ღუმელივით არის. მინიმუმ 40 გრადუსის ტემპერატურით, მაგრამ ღამით ტემპერატურა მკვეთრად ეცემა -3 გრადუსამდე. ეს ხდება, რადგან ქვიშა სითბოს ცუდად ინახავს. მზის ჩასვლის შემდეგ მთელი სითბო ქრება და ტემპერატურა მკვეთრად ეცემა. შედეგად კლდის ნაპრალებში წყლის მცირე რაოდენობა იყინება და ფართოდება. შესაძლებელია, რომ ეს პროცესი გახდა ალ-ნასლის კლდის გაყოფის მიზეზი, თუმცა ყინვა დნობის ამინდის ზემოქმედება ჩვეულებრივ უფრო დანაწევრებულ ხაზებს ქმნის, ვიდრე ასეთ სწორ გაყოფას, როგორც ალ-ნასლის ფორმაციას აქვს. ამიტომ ბევრი გეოლოგი ამტკიცებს, რომ ეს იდეალურად სწორი ხაზი გამოწვეულია ერთობლივი ბზარით. ერთობლივი ბზარები. ეს არის კლდეში პარალელური ნაპრალები, რომლებიც ჩნდება შიდა და გარე ზეწოლის შედეგად. შიდა ზეწოლა კლდის შეკუმშვით ზამთრის ყინვიან პერიოდში ჩნდება, ხოლო გარე ზეწოლა მიწისძვრით თან კლდის მოძრაობით. ამ შემთხვევაში მიიჩნევა, რომ ალ-ნასლის კლდე მდებარეობდა მიწის ნაპრალზე და ტექტონიკური მოძრაობა იწვევდა მიწის გარკვეულ ნაწილში კლდის დაწევას. ამის შედეგად კლდეზე წარმოიქმნა დაძაბულობა, რამაც გამოიწვია მისი გაყოფა. ეს არის ყველაზე ფართოდ მიღებული თეორია სამეცნიერო სამყაროში, რომელსაც ყველაზე მეტი მტკიცებულებაც გააჩნია. მაგალითად, კლდის გაყოფის პარალელურად კიდევ ერთი ერთობლივი ბზარი ჩანს, ხოლო კლდის ორი მხარე ოდნავ განსხვავებულ კუთხეებშია განლაგებული. მარჯვენა მხარე ოდნავ დაბალია მარცხენაზე. თქვენ რას ფიქრობთ, ალ-ნასლი უცხოპლანეტელთა არსებობის მტკიცებულებაა თუ გეოლოგების თეორიას ეთანხმებით? თუ გეოლოგების თეორიას ეთანხმებით, მაშინ მოიწონეთ ეს ვიდეო. სიკვდილის ველის კლდოვანი საიდუმლო. სიკვდილის ველი, რომელიც მდებარეობს აღმოსავლეთ კალიფორნიაში, ერთ-ერთი ყველაზე ცხელი ადგილია დედამიწაზე. მისი საშუალო ტემპერატურა 45 გრადუსია, ხოლო 1913 წელს დაფიქსირდა 56, რაც ყველაზე მაღალი ტემპერატურა იყო ისტორიაში. ამ უდაბნოში გასეირნებისას ჯობია წყალზე იზრუნოთ, რადგან სიცხისგან უბრალოდ გაგიჟდებით. მაგრამ ყველა აშკარა საფრთხის ფონზე უკან მოხედვისას კლდოვანი ქვების დანახვა ნამდვილად მოულოდნელი იქნება. წარმოიდგინე, მიდიხარ ამ უდაბნოში და ლოდი მოგსდევს. მცურავი ქვები, კლდეები, რომლებიც მოძრაობენ. ამ უცნაურ მოვლენას მცურავი ქვები ეწოდება. ისინი გრძელი, დაახლოებით 1500 ფუტის სიგრძის კვალს ტოვებენ, რაც 4 საფეხბურთო მოედნის სიგრძეა. თუმცა 2014 წლამდე მეცნიერები ვერანაირად ვერ ხსნიდნენ, როგორ მოძრაობდნენ ეს ქვები. ტაიმლაფსის ფოტოგრაფიის გამოყენებით აღმოჩნდა, რომ წვიმის შედეგად წარმოქმნილი მცირე ტბორი ღამით იყინება. დილით ყინულის ნატეხები დნება და ქარის გავლენით ქვები მიცურავენ მოსრიალ ზედაპირზე. სწორედ ეს არის ამ ყოველივეს უმარტივესი ახსნა. პამუქალე, ბამბის ციხე. თუ ოდესმე თურქეთის დენიზლის პროვინციაში მოხვდებით, ადგილობრივები აუცილებლად გიჩვენებენ პამუქალეს, რაც ბამბის ციხეს ნიშნავს. თუმცა ეს არ არის ბამბისგან ან შაქრისგან გაკეთებული ციხე. ეს არის ბუნებრივი თეთრი ტერასები, რომლებიც შუშისგან მოჩუქურთმებულს წააგავს. ეს ტერასები ცხელი წყაროების შედეგად წარმოიქმნა, რომელთა ტემპერატურაც 70 გრადუსამდე მერყეობს. წყაროების მდიდარი მინერალები ქმნიან პამუქალეს განსაცვიფრებელ თეთრ ტერასებს. ცხელი წყაროები პამუქალეში ზედმეტად მაღალი ტემპერატურისა და ეს გამოწვეულია დედამიწის ქერქის ქვეშ არსებული მაგმით. წყალი ამოდის ნიადაგიდან და სავსე ხდება კალციუმის კარბონატით. ზედაპირზე გამოსვლისას წყლიდან ნახშირორჟანგის აირი გამოიყოფა, რის შედეგადაც რჩება რბილი გელი კალციუმის კარბონატისგან. ეს კალციუმის კარბონატი შემდეგ მაგრდება და კრისტალიზდება. ქმნის ულამაზეს თეთრ ტერასებს, რითაც პამუქალე მსოფლიოში ცნობილია. თანამედროვე გეოლოგიის მიხედვით ეს ძალიან მარტივი გასაგებია, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში სჯეროდათ, რომ აუზები მყარი ბამბისგან იყო შექმნილი, რადგან ეს იყო რეგიონის მთავარი ექსპორტი. ამბობდნენ, რომ აქ გიგანტებს ბამბა გასაშრობად დაეტოვებინათ. მიუხედავად იმისა, რომ საქმე აქ გეოლოგიას ეხება და სხვა არაფერს, გიგანტების თეორიები ბევრად უფრო სახალისოა ვიდრე უცხოპლანეტელების. მათი წარმოდგენა გაცილებით საინტერესოა.
გიგანტური ქანების თამაში. ახალ ზელანდიას ხშირად ასოცირებენ ბეჭდების მბრძანებლის გადაღებებთან, მაგრამ კოკო ბიჩზე ისეთი რამ გვხდება, რაც უფრო სამეფო კარის თამაშებს მოგაგონებთ. აქ არის უზარმაზარი სფერული ქვების კოლექცია, რომლებიც დრაკონის კვერცხებს გავს, თუმცა ჯერ არც ერთი გიგანტური მფრინავი ხვლიკი ამ ქვებიდან არ გამოჩეკილა. მათი რიცხვი კიდევ იზრდება, რადგან ახალი კვერცხის მსგავსი ქვები ჩნდება შავი თიხის კლდისგან, რომელიც სანაპიროს უკან მდებარეობს ოკეანის ეროზიის შედეგად. მე-19 საუკუნეში გადაღებული ფოტოების მიხედვით ქვების რაოდენობა უფრო მეტი იყო, თუმცა მათი ნაწილი სუვენირების მოპოვების მიზნით მოიპარეს. ახლა ქვები კანონით დაცულია, რათა მათი ქურდობა თავიდან აიცილონ. საიდან მოდიან ეს ქვები? მათი გაჩენა ზღვაში დაიწყო უამრავი წლის წინ. წლებთან ერთად ფორმირდა ასეთ გიგანტურ ზომებად. ეს ქვები იქმნებოდა, როდესაც ნალექების ფენები, ძირითადად ხამანწკების ნამსხვრევები და მცენარეული მასალა ზღვის ფსკერზე გროვდებოდა. შემდეგ კალციტის მინერალი ამ ორგანულ მასას ნელ-ნელა სფერულ ქანებად გარდაქმნიდა. ეშმაკის კოშკის ისტორია. 1951 წლის ოქტომბერში პროფესიონალმა პარაშუტისტმა ჯორჯ ჰოპკინსმა გადაწყვიტა თავისი უნარების დემონსტრირება. მან მიზნად დაისახა ეშმაკის კოშკზე ვაიომინგში პარაშუტით დამიზნებით დახტომა. კლდე 1267 ფუტის სიმაღლისაა და მისი ზედაპირი მხოლოდ 1.5 აკრია. ჯორჯმა წარმატებით დაასრულა გადახტომა, მაგრამ მისი თოკი გადავარდა და ის კოშკზე გაჭედილი დარჩა. ეშმაკის კოშკი წარმოიშვა ვულკანური შეჭრით, სადაც მაგმა ზედაპირზე ამოსვლამდე გაგრილდა, რის შედეგადაც უნიკალური 6 კუთხა სვეტები წარმოიქმნა. კრისტალების საუნა. მსოფლიოს თითქმის ყველა მინერალი კრისტალური ფორმით არსებობს და ისინი საოცარი ფერებით გამოირჩევიან. კრისტალები ჩვეულებრივ მიწისქვეშ ვითარდებიან, რადგან იქ არის იდეალური ტემპერატურა და წნევა ამის ფორმირებისთვის, თუმცა დიდი ზომის კრისტალებისთვის საჭიროა სივრცე, რაც მიწისქვეშ ხშირად არ არის საკმარისი. მაგრამ თუ იქნებოდა დიდი ცარიელი მღვიმე იდეალური პირობებით, კრისტალები გაჩნდებოდნენ იქ და განაგრძობდნენ ზრდას. მექსიკაში ჩიუაჰუს შტატში სიერა-დე-ნაიკას მთის ქვეშ არსებობს კრისტალების მღვიმე, რომელიც 984 ფუტის სიღრმეზეა და გეოლოგების ოცნებად ითვლება. მღვიმეს ავსებს უზარმაზარი ერთმანეთში ჩახლართული კრისტალები, რომელთა სიგრძე 36 ფუტს აღწევს. მათი ყველაზე დიდი ზომა ტელეფონის ბოძის სიგრძის ტოლია. ამ კრისტალების წარმოშობის პროცესი დაიწყო მაშინ, როდესაც მიწისქვეშა წყალი მღვიმეში მაგმის კამერის ხვრელიდან შევიდა. წყალი, რომელიც აჰიდრიტით იყო გაჯერებული, მაგმის მიერ ძალიან ცხელი რჩებოდა. თუმცა როცა ტემპერატურა დაეცა, აჰიდრიტმა დაშლა, დაიწყო და კალციუმად და სულფატებად გარდაიქმნა. ეს მინერალები შემდეგ ხელახლა კრისტალიზირდებოდა, ქმნიდა ფორმებს, რომელსაც სელენიტი ეწოდება. სტაბილური ტემპერატურისა და მინერალებით მდიდარი წყლის მუდმივი მიწოდებით კრისტალები გაიზარდნენ და აი ამ გიგანტურ თეთრ კრისტალურ შუბებად გადაიქცნენ. საჰარას უდაბნო ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ადგილია დედამიწაზე, სადაც ტემპერატურა ყველაზე ცხელია თვეების განმავლობაში და აქ ის 45 გრადუსს აღწევს საშუალოდ. ასეთ პირობებში ადამიანებს ამ უდაბნოში დროის გატარება ნაკლებად უნდათ. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ერთ-ერთი უდიდესი გეოლოგიური საოცრება საუკუნეების განმავლობაში შეუმჩნეველი რჩებოდა. რადგანაც ამ უდაბნოში უბრალოდ ადამიანები არ მიდიოდნენ. მხოლოდ 1965 წელს ასტრონავტებმა, რომლებიც დედამიწის ორბიტაზე იყვნენ, შეამჩნიეს უდაბნოში უზარმაზარი კონცენტრირებული წრეები, რომლებიც ამოუცნობი გიგანტის თვალს წააგავდა. საჰარას თვალი, რომლის ცენტრალური რგოლი მხოლოდ 66 ფუტს შეადგენს, თუმცა მთელი სტრუქტურა 25 მილის დიამეტრისაა. დასაწყისში ეგონათ, რომ ის მეტეორის ზემოქმედების შედეგად წარმოქმნილი კრატერი იყო, თუმცა უამრავი წლის წინ ეს ადგილი უზარმაზარ გუმბათს წარმოადგენდა, რომელიც ვულკანურმა აქტივობამ გამოიწვია. მავალონგონგის კლდე. ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მავალონგონგის პატარა სოფელი ცნობილია როგორც აზიის ყველაზე სუფთა სოფელი. თუმცა მისი მშვენიერებისა და სისუფთავის გარდა, სოფლიდან მოშორებით არის დიდი კლდე, რომელიც თითქოს გრავიტაციას არღვევს. სამწუხაროდ ფოტოები, რომლებზეც კლდე ჰაერშია ჩამოკიდებული, ფოტოშოპის ნამოქმედარია. სინამდვილეში ეს უზარმაზარი კლდე პატარა ქვაზე ბალანსდება, თუმცა კლდე მაინც საიდუმლოებითაა მოცული. მრავალი ციკლონი და ტაიფუნი დაატყდა ამ ადგილს თავს, მაგრამ კლდე დღემდე არ დაცემულა და ის ისევ პატარა ქვაზე არის დაბალანსებული. არც თუ ისე დიდი ხნის წინ ინტერნეტში არაცივილიზებული ტომის წევრების ფოტოები გავრცელდა. ფოტოსურათებმა ხალხის გაოცება გამოიწვია და ისინი ინტერნეტ სივრცესაც მალევე მოედო. თუმცა ეს მოხდა არა იმიტომ, რომ ფოტოზე თანამედროვეებისთვის უშუალოდ გამოწყობილი ადამიანები იყვნენ გამოსახულნი, არამედ იმიტომ, რომ ადამიანებთან ერთად ფოტოზე აქამდე არ ნახული უცნაური ფორმის და ზომის ცხოველი იყო დაფიქსირებული. ასევე უცნაური და უჩვეულოა ისიც, რასაც ვხედავთ ამ ფოტოზე. საგნები, ნაკეთობები, რომელიც ანტიკური ცივილიზაციის არსებობას ამტკიცებს. საინტერესოა, რომ ფოტოებზე გამოსახული არსებების ვიზუალი ძალიან ჰგავდა მე-20 საუკუნეში მოღვაწე მკვლევარის პერსი ფოსეტის მიერ ფოტოკამერით დაფიქსირებულ არსებებს.
აღსანიშნავია, რომ არქეოლოგმა, მკვლევარმა და უბრალოდ ჯუნგლების მოყვარულმა პერსი ფოსეტმა მთელი ცხოვრება მოგზაურობაში გაატარა. ის ჩრდილოეთ აფრიკაში ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურში მუშაობდა და მეგობრობდა ცნობილ მწერლებთან, მაგალითად დრაიგერ ჰაგართან და არტურ კონან დოილთან. კონან დოილმა სწორედ ფოსეტის შთაბეჭდილებების მიხედვით დაწერა შესანიშნავი წიგნი „დაკარგული სამყარო“. ფოსეტმა ბრაზილიის ჯუნგლებში 7 ექსპედიცია მოაწყო, რათა აღმოეჩინა ველური ბუნება და არქეოლოგიური კვლევები ჩაეტარებინა. ის დარწმუნებული იყო, რომ არსებობდა დაკარგული უძველესი ქალაქები. 1925 წელს ერთ-ერთი ასეთი ქალაქის ძებნისას ის შვილთან ერთად გაემგზავრა, თუმცა ისინი უძველესი ქალაქებივით სამუდამოდ გაქრნენ, დაიკარგნენ, უკან აღარ დაბრუნებულან. დღემდე უცნობია ის თუ სად და როგორ გაუჩინარდა ექსპედიციაზე მყოფი მამაშვილი. წერილებში, რომელიც ფოსეტმა გაუჩინარებამდე დაწერა, ნახსენებია ქალაქი, რომელსაც ის ეძებს. ამ ქალაქს ზის უწოდებს. ასევე თქვა, რომ თუ კი უკან ვეღარ დაბრუნდებოდა, არავითარ შემთხვევაში არ მოეძებნათ და დახმარებისთვის არც ერთი ჯგუფი არ გაეგზავნათ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ისინიც იმავე ბედს გაიზიარებდნენ. ამ მიზეზით მის მოსაძებნად სხვადასხვა დროს 13 ექსპედიცია გაემგზავრა და იქიდან დაახლოებით 100 ადამიანი გარდაიცვალა. ერთ-ერთი ვერსიით ფოსეტმა მეხსიერება დაკარგა და კანიბალების ბელადი გახდა. მეორე ვერსიით კი მან იპოვა ძველი გაუჩინარებული ქალაქი და იქ დარჩა საცხოვრებლად. თვითონ ფოსეტი ვერა, მაგრამ საინტერესოა იპოვეს თუ არა მისი ფოტოაპარატი. დიახ, რამდენიმე სამძებრო ექსპედიციის შემდეგ მისი ფოტოაპარატი, რომელიც ფასეულ ფოტოინფორმაციას ინახავდა, უკაცრიელ ადგილას აღმოაჩინეს. ფოტოკამერიდან გამჟღავნებულმა სურათებმა დაამტკიცა, რომ ფოსეტის მისიამ გარკვეულწილად წარმატებას მიაღწია და დადასტურდა, რომ ეს ადამიანი ტყუილად არ ეძებდა დაკარგულ ქალაქებს. ფოტოზე აღბეჭდილი ნაკეთობები და უცნაური მოჩუქურთმებული კედლები უჩვეულო იყო, რადგან ამ დრომდე ამის მსგავსი არავის არსად არასდროს უნახავს. ნაკეთობების და ჩუქურთმების გარდა ფოტოებზე მეტად უჩვეულო ადამიანებიც იყვნენ დაფიქსირებულნი. ვარაუდობენ, რომ ისინი ძალიან ასოციალური, იზოლირებული და მცირერიცხოვანი ტომის წევრები იყვნენ. მათ არასდროს ჰქონიათ გარე სამყაროსთან მცირედი კონტაქტიც კი. ეს ტომის ერთ-ერთი წევრია, შესაძლოა ბელადიც. სახე სრულად თმით აქვს დაფარული. სავარაუდოდ თმა გადაპარსული აქვს ტომის წესებიდან გამომდინარე. ამშვენებს განიერი ცხვირი, მოღუშული წარბები და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს ბრძნული გამომეტყველება. რა თქმა უნდა, კამერას ის პირველად ხედავს, მაგრამ ისე უსწორებს თვალს, თითქოს ფოტოს გადასაღებად ემზადებაო. ფოტოებზე ტომის სხვადასხვა წევრებიც არიან აღბეჭდილნი, თუმცა მკვლევართა უმეტესობა ამბობს, რომ ისინი არა ადამიანები, არამედ ლამაზად გამოძერწილი თიხის ან ქვის ნაკეთობებია. სამწუხაროდ შეუძლებელია სიმართლის გაგება, რადგან ფოტო ძალიან შორი და ბუნდოვანია. ყველაზე მეტად მკვლევარების გაოცება გამოიწვია აი ამ ფოტომ, უცნაური ნაგებობა, თითქოს ის სალოცავია. ყველაზე მეტად კი ის თანამედროვე კოსმოსურ რაკეტას მოგვაგონებს. ეს ყოველივე ძალიან უჩვეულოა. ნამდვილად ღირებული კადრები შემოგვინახა ფოსეტის ექსპედიციამ. ფაქტობრივად ეს ადამიანი ამ ფასეულ კადრებს შეეწირა. ფოსეტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბევრი მოსაზრება დაიბადა. ზოგიერთი ფიქრობდა, რომ ის რაღაც იშვიათი დაავადებით გარდაიცვალა, რომელიც ჯუნგლებში შეხვდა. ზოგიერთები ამბობდნენ, რომ ადგილობრივი ტომის ველურმა წევრებმა ცოცხლად შეჭამეს. სხვების აზრით კი რომელიმე გარეული ცხოველის ლუკმა გახდა. ალბათ ბოლოს ხსენებული რეალობასთან სულ ცოტათი მაინც არის ახლოს, რადგან ფოსეტს არ მხოლოდ დაკარგული ქალაქები, არამედ გარეული, უცნაური, აქამდე არნახული ცხოველების დაფიქსირებაც იზიდავდა. მისმა კამერამ არაერთი გიგანტური გველის ფოტოც შემოინახა. მოდით ახლა ვისაუბროთ აღმოჩენაზე, რომელიც ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში მოხდა. ეგრეთ წოდებული ღმერთის სახელად მაიმუნის დაკარგული ქალაქი. დამეთანხმებით სახელი საკმაოდ უცნაურად ჟღერს. ეს საოცარი აღმოჩენა ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში მოხდა. არქეოლოგებს ხშირად ესმოდა ჭორები ამ დაკარგული ქალაქის შესახებ. ზოგიერთები ამ ადგილს თეთრი ქალაქის სახელითაც მოიხსენიებდნენ. წლების განმავლობაში ბევრი მითი და ჭორი დადიოდა ამ ქალაქის არსებობის შესახებ. 5 წლის წინ ამ ქალაქის სახელი სავარაუდო არსებობის ჭრდილიდან სამუდამოდ გამოვიდა. მეცნიერებმა და არქეოლოგებმა აქ უამრავი საინტერესო და კულტურულად ღირებული, თითქმის ხელუხლებელი ნივთი აღმოაჩინეს. მაგალითად, ქვის სტრუქტურის პირამიდები, ვაზები, ხილები, ტახტები და მაგიდები. ამ ადგილას ისინი ხელუხლებელ პატარა სამოთხის მაგვარ ადგილს წააწყდნენ. აღმოაჩინეს ასევე უცნობი ჯიშის ფრინველები, რეპტილიები და მწერები. აღსანიშნავია, რომ ამ აღმოჩენაში მოწინავე წვლილი არქეოლოგ დუგლას პრესტონს მიუძღვის. ტბა, რომელიც მოგვაგონებს მარწყვის მილკშეიქს. უამრავ ადამიანს უყვარს ეს სასმელი, განსაკუთრებით კი ზაფხულში. წარმოიდგინეთ, რომ ჯუნგლებში ხართ და ცხელი დღის ბოლოს მიადექით მდინარეს, რომელიც უდიდესი რაოდენობის მილკშეიქითაა სავსე.
დამეთანხმებით ეს სანახაობა ორმაგად გაგაოცებდათ. ამ ტბას ბევრი მოიხსენიებს როგორც მარწყვის მილკშეიკის ტბას, თუმცა მისი ნამდვილი სახელი ჰილიერია. საინტერესოა, რატომ არის მისი შეფერილობა ვარდისფერი. დავიწყოთ იმით, რომ ზუსტად არც ერთმა მეცნიერმა არ იცის კონკრეტულად რა მიზეზით აქვს ამ ტბას ასეთი უცხო და საოცარი შეფერილობა. მართალია დაზუსტებით არავინ არაფერი არ იცის, თუმცა აქვე საკმაოდ ლოგიკური ვარაუდებიც გაჩნდა. ერთ-ერთი ვარაუდის თანახმად, საქმე არის მიკროწყალმცენარეების სპეციფიურ სახეობაში. წყალმცენარე ცნობილია როგორც დუნალიელა. ეს ფოტოსინთეზური მიკროწყალმცენარეები მარილიანობის მოყვარულები არიან და ენერგიას გამოიმუშავებენ ხილული სინათლის სპექტრის ნაწილების გამოყენებით. ეს პატარა არსებები წარმოქმნიან კაროტინოიდულ პიგმენტებს, რომლებიც ასევე გვხვდება სტაფილოში. ვარაუდობენ, რომ სწორედ ეს იწვევს წყლის მილკშეიკისებრ ფერს. სხვა ვარაუდის თანახმად, ტბის ვარდისფერ შეფერილობას მარილის ქერქში არსებული ბაქტერიები, ჰალოფილები იწვევენ. ჰილიერის ტბის სიგრძე დაახლოებით 600 მეტრია, ხოლო სიგანე 250. იგი გარშემორტყმულია ქვიშიანი სანაპიროებით და ევკალიპტის ტყით, რომელიც მას მიდლ აილენდისგან გამოყოფს. ტბის ყველაზე გამორჩეული და აღსანიშნავი თვისება მისი ფერია. ჰილიერის ტბის ვარდისფერი ფერი სიცოცხლესუნარიანია და კონტეინერში მოთავსების შემდეგ ფერს არ იცვლის. მიუხედავად მარილის შემცველობის დონისა, ჰილიერის ტბაში ბანაობა უსაფრთხოა. თუმცა ტბამდე მისასვლელი გზების რაოდენობა ძალიან მწირია. ამასთანავე ტბის იზოლირებას იწვევს ის ფაქტიც, რომ იგი ტყითაა გარშემორტყმული. მის დასათვალიერებლად საუკეთესო საშუალებაა საჰაერო ტრანსპორტი. ჰილიერის ტბა 1802 წელს მეთიუ ფლაინდერსმა აღმოაჩინა. მის დავთარში აღმოჩენილი ჩანაწერები ჰილიერის ტბის შესახებ არსებულ პირველ ინფორმაციად ითვლება. ფლაინდერსმა ვარდისფერი ტბა სწორედ მაშინ შეამჩნია, როდესაც კუნძულის უმაღლეს პიკზე ავიდა. ამიტომაც დღეს მას ფლაინდერსის პიკი ეწოდება. არსებული ინფორმაციით ფლაინდერსმა ტბას ჰილიერი მას შემდეგ უწოდა, რაც გამომძიებელი ეკიპაჟის წევრი უილიამ ჰილიერი მიდლ აილენდიდან გამგზავრებამდე 1803 წლის 20 მაისს დიზენტერიის შედეგად გარდაიცვალა. გვამის ყვავილი. ეს უცნაური სახელის, ვიზუალის და საშინელი სუნის მქონე ყვავილიც ჯუნგლების აღმოჩენას მიეკუთვნება. ყვავილებზე უზომოდ შეყვარებულ ადამიანებსაც კი არ მოუნდებათ მისი გახარება საკუთარ ეზოში ან ბაღში. გვამის ყვავილი არის ყველაზე დიდი ყვავილი მთელს დედამიწაზე. მისი სიმაღლე საშუალოდ 2 მეტრი და 54 სანტიმეტრია. ხოლო მისი წონა სავარაუდოდ 50 კილოგრამამდე აღწევს. მისი უცნაური და არც თუ ისე ლამაზი სახელი ყვავილის სუნიდან მომდინარეობს. გვამის ყვავილი აფრქვევს გახრწნილი გვამისა და თევზის სუნს. მისი ხილვა მხოლოდ ცხვირსახოცით ან რესპირატორითაა რეკომენდირებული. ამ უცნაური და იშვიათი ყვავილის გაზრდას დაახლოებით 3-დან 8 წელი სჭირდება. იმისათვის, რომ მან მიაღწიოს გაფურჩქვნის კონდიციას და როდესაც ეს მოხდება, გაშლილი მხოლოდ 72 საათის განმავლობაში რჩება. ზოგიერთ შემთხვევაში გვამის ყვავილის წონა 50-დან 100 კილოგრამამდე შეიძლება ავიდეს. მიუხედავად საშინელი სუნისა, ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ ამ არომატს სექსუალური ენერგიის დამუხტვა შეუძლია. გვამის ყვავილი 1878 წელს აღმოაჩინეს ინდონეზიაში, კუნძულ სუმატრაზე. სახელიც სწორედ ადგილობრივების მოფიქრებულია. აღსანიშნავია, რომ მისი ხელოვნურად გამოყვანა და გაზრდა მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე ბოტანიკურ ბაღში შეძლეს. ბუნებრივი გამოქვაბული თავისი საოცარი ეკოსისტემით. ამ ადგილს ჰენგ სუნ დონგი ეწოდება და ის ვიეტნამში მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ ჰენგ სუნ დონგი ვიეტნამში და არა მხოლოდ ვიეტნამში, მთელს მსოფლიოში ყველაზე დიდი გამოქვაბულია. მნახველობის უმეტესობა ამბობს, რომ ეს ადგილი ცალკე სამყაროა თავისი შესანიშნავი თავისებურებებით. ზოგიერთის თქმით, გამოქვაბულში არსებული ატმოსფერო, სივრცეები და ხედები ავატარის ფილმს მოგვაგონებს. გამოქვაბულის თავისებურებანი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე შესწავლილი. აქ მრავლად ბინადრობენ მაიმუნები, ჩიტები და მწერები. ფოთლის მსგავსი პეპელა, რომელიც შენიღბვის სრულყოფილი მაგალითია. ზოგადად ბუნებაში პეპლები ქმნიან კვებით ჯაჭვის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს, ამიტომაც შესაბამისად მათი სიცოცხლესუნარიანობა ხანმოკლეა. სწორედ ამიტომ ისინი შენიღბვის სხვადასხვა ხერხს მიმართავენ.